46-ის ხდომა 129 გამოკითხული პირი და 8 დაკავებული პოლიტიკური ოპონენტი. ეს არის ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის 7-თვიანი მუშაობის სტატისტიკა. დასკვნით ხდომაზე ერთხმად დამტკიცდა 430 გვერდიანი დოკუმენტი. მისი შინაარსი უცნობი დარჩება სექტემბრამდე, ვიდრე დოკუმენტი პარლამენტს პლენარული ხდომისთვის წარადგინება. კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის აზრით საჭიროა დასკვნა წიგნის სახით დაიბეჭდოს და სულ მცირე ინგლისურ ენაზე ითარგმნოს. ის ასევე იმედოვნებს, რომ კომისიის დასკვნას განსაკუთრებით ახალგაზრდები წაიკითხავენ. Კარგი იქნებოდა ალბათ, რომ პლენარული ხდომისთვის ჩვენს კოლეგებს, ჩვენ სამუშაო ვერსიით კი არ გარეგნულად სამუშაო ვერსიის მქონე კი არა, არამედ მაგალითად დასტამბული წიგნის სახით დიზაინერი რომ თავის წვლილს შეიტანს ასეთი ფორმით, შევთავაზოთ თითოეულ ჩვენს კოლეგას პლენარულ ხდომაზე და დავბეჭდოთ ალბათ უკვე პლენარული ხდომის მერე მეტიც იმისთვის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა წაიკითხონ. ბატონი ალუდა მიანიშნებდა, რომ ქართული ასეთი განსაკუთრებული ფენომენი და ენაა, ეს მართლაც ასეა, ალბათ უნდა ვისურვოთ, რომ ითარგმნოს ეს მინიმუმ ინგლისურ ენაზე. დროებითი კომისიის დასკვნით ხდომაზე მისმა წევრებმა თავმჯდომარეს მადლობა არაერთხელ გადაუხადეს. შემდეგ შეფასდა დასკვნითი დოკუმენტის შინაარსიც. ეს დასკვნა ნამდვილად ისტორიული დასკვნა იქნება. მისი შინაარსით, არქიტექტურით, იმ მაღალი სტანდარტების ჩამოყალიბებით და ამის ყველაფრის საფუძველი იყო ქალბატონი თეა წულუკიანის მაღალი პროფესიონალიზმი, ის დიდი გამოცდილება, რისთვისაც მე მას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. მართლაც უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კომისიის თავმჯდომარის უზარმაზარ გამოცდილებას და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ტიპის დასკვნების სტანდარტმა აიწია. უკვე ჩვენ შემდგომ ვინც გააკეთებს ასეთ რაღაცას, ამაზე ქვემოთ უკვე ვეღარ ჩამოვა. უკვე ესე იგი ეს თამასა ძალიან მაღლა არის გადებული და ეს ჩვენი სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონია. როდესაც თამასა იწევს, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უნდა განვითარდეს და ეს გააკეთა. ქალბატონმა თეამ და ამისთვის დიდი მადლობა მინდა უთხრა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები არის ასახული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ წარსული შეფასებისთვის, არამედ მომავლის პრევენციისთვის, რომ მომავალში არასდროს არ განმეორდეს მსგავსი რამ და არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორც 2004-2009 წლებში იყო. ქართული ოცნებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის იდეა, საქმიანობა და დასკვნა ისტორიული აღმოჩნდა. ოპოზიციისთვის კი სახელმწიფოს წინაშე ღალატის ტოლფასი. ამ კომისიის შექმნის დღიდან ნათელი იყო, რომ ეს არის ეროვნული ღალატის კომისია. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ ასევე იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს იმისთვის, რომ მან შექმნა თანამედროვე წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. ამ კომისიის მთავარი მისია და მიზანი თავიდანვე ცხადი იყო პირველივე ეტაპიდან, ეს იყო პოლიტიკურად დევნის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ოპოზიციური პარტიების მიმართ და იცით, რომ ამ კომისიამ დაასკვნა, რომ თურმე ტერიტორია, ქართული ტერიტორია, რომელიც გახარია დაიცვა მშვიდობიანად, ეს ტერიტორია თურმე ოკუპანტის ყოფილა დღეის მოცემულობით და ეხლა თეა წულუკიანისგან და ამ კომისიისგან და ზოგადად ქართული ოცნებისგან ჩვენ ყველაფერს ველოდებით. დროებით კომისიას თავდაპირველად 3 თვის განმავლობაში უნდა ემუშავა, თუმცა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე პარლამენტმა კომისიის უფლებამოსილებას 3-ჯერ გაახანგრძლივა. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით ჩაერთო ხალხის ძალა, პარტია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების საარჩევნო სიით მოხვდა და მოგვიანებით მას გამოვიყო. გარდა უფლებამოსილების ვადისა, ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილმა კომისიამ შეიცვალა გამოსაძიებელ საქმეთა ნუსხაც. თავდაპირველად მმართველმა პარტიამ მიზნად დაისახა ყოფილი ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შესწავლა.
მოგვიანებით გამოძიება შეეხო 2012 წლის შემდეგ არსებულ პერიოდს. სამიზნედ კი იქცნენ ქართული ოცნების ოპონენტები, მათ შორის ყოფილი თანაგუნდელები, მაგალითად ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახით. კომისიამ ის ორჯერ გამოკითხა 2019 წლის 20 ივნისისა და ჩორჩანას საგუშაკოს საქმეებზე. კომისიამ დაიბარა სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, თუმცა სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის მათ გირაო შეეფარდათ. კანონით ადგენილ ვადებში გირაოს გადახდას მათგან რამდენიმე დათანხმდა. თუმცა საბოლოოდ 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა მაინც შეეფარდა და 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება. 7 თვიანი მუშაობის ფარგლებში კომისიას არც გამოუკითხავს და არც დაუბარებია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მინისტრები გრიგოლ ვაშაძის, ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქროაშვილის გარდა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ კომისიის წევრები სამართლიანობის აღდგენის მოტივით დებდნენ ყველა პასუხისმგებელი პირის გამოკითხვის პირობას. კომისიის საქმიანობამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოებაშიც. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სხდომებზე გაკეთებულმა განცხადებებმა მოქალაქეთა დიდი ნაწილი ქუჩაში გამოიყვანა მთავარი გზავნილებით. ნაომარი ქვეყანა ბოდიშს არ იხდის და ანწუხელიძე უკვდავია.